თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს ვისაუბრებთ ეკონომიკურ თავისუფლებაზე. ამის ინსპირაცია Heritage Foundation-ის მიერ 2025 წლის თებერვალში განახლებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსია, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით საქართველო 184 ქვეყანას შორის 35 ადგილზეა. გადაცემის სტუმრები დამეხმარებიან სურათის ანალიზში გია ჯანდიერი და დავით კეშელავა იქნებიან დღეს ანალიტიკას სტუმრები. ინდექსების მთავარი ღირებულება დინამიკის დროში შეფასების შესაძლებლობაა. მეც სწორედ ამაზე ავაგებ ჩემს დღევანდელ მიმოხილვას. დავიწყოთ ჯამური სურათით, რომელიც მოგცემს იმის დანახვის შესაძლებლობას, თუ რამდენად კმაყოფილები უნდა ვიყოთ ამ მაჩვენებლით 35 ადგილით 184 ქვეყანას შორის. ხედავთ, რომ დინამიკაში გაუარესებაა 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით აღარ მოიაზრება როგორც ეკონომიკურად მეტწილად თავისუფალი, არამედ ზომიერად თავისუფალი ქვეყნის კატეგორიაში არის გადასული. მივყვეთ ახლა იმ 12 თავისუფლების მიხედვით, რომელთა გაზომვითაც დგება საბოლოო ჯამში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ამ ელემენტების დინამიკაში დანახვა კარგ წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა არის საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი და სუსტი მხარეები. 2025 წლის თებერვლის განახლებაში საქართველოს ეკონომიკურად მხოლოდ 2 თავისუფალი კატეგორია აქვს. ეს არის საგადასახადო ტვირთი და ვაჭრობის თავისუფლება. მეტწილად თავისუფალ კატეგორიაში ხვდება ბიზნესის თავისუფლება, ფისკალური სიჯანსაღე და მთავრობის ხარჯები. ზომიერად თავისუფალ კატეგორიაში შედის მონეტარული თავისუფლება, შრომის თავისუფლება, ფინანსური და საინვესტიციო თავისუფლებები. მეტწილად არათავისუფალ კატეგორიაშია მთავრობის და სასამართლოს ეფექტიანობა. ჯამში საქართველოს ეკონომიკა ზომიერად თავისუფალია. კერძო საკუთრების დაცულობის მხრივ ხედავთ, რომ საქართველოში ყოველთვის მძიმე ვითარება იყო ამ ინდექსის მიხედვით 1996 წლიდან 2016 წლის ჩათვლით პრაქტიკულად სულ რეპრესირებულ კატეგორიაშია საქართველო ამ კომპონენტის მიხედვით. გაუმჯობესებას რაიმე კონკრეტული გამოკვეთილი სტაბილური პატერნი არ აქვს. საუკეთესო ფორმაში ეს კომპონენტი საქართველოსთვის 2018-2022 წლებში იყო ზომიერად თავისუფალის კატეგორიაში. 2 წლის ჩავარდნის შემდეგ გაუმჯობესებაა და 2025 წლის თებერვლის განახლების მიხედვით ისევ იგივე კატეგორიას უბრუნდება ეს კომპონენტი. მთავრობის ეფექტიანობის ნაწილშიც პრაქტიკულად მსგავსი სურათია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ბოლო განახლებაში გაუარესებაა ეკონომიკურად ზომიერად თავისუფალის კატეგორიიდან გადავედით მეტწილად არათავისუფალ კატეგორიაში. სასამართლოს ეფექტიანობის დინამიკის შეფასების შესაძლებლობა მხოლოდ 2017 წლიდან გვეძლება. მეტწილად არათავისუფალია ეს კატეგორია და 2023 წელთან შედარებით გაუარესების დინამიკას აჩვენებს. ერთწლიანი გაუმჯობესება ჰქონდა ამ პერიოდში მეტწილად არათავისუფალიდან ზომიერად თავისუფალ კატეგორიამდე და ისევ მეტწილად არათავისუფალ კატეგორიაში დავბრუნდით. საგადასახადო ტვირთის მიხედვით საქართველოს შეიძლება ითქვას, რომ სამაგალითო ქვეყანაა 1996 წლიდან მოყოლებული დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მთავრობის პირობებში საქართველო ამ კომპონენტის მიხედვით თავისუფალ კატეგორიაშია. მთავრობის ხარჯების მიხედვით სტაბილურობის 2 პერიოდი აქვს საქართველოს. სრულად თავისუფალ კატეგორიაში ხვდება 1997-დან 2008 წლამდე, 2015 წლიდან მოყოლებული ძირითადად მეტწილად თავისუფალ კატეგორიაშია. ფისკალური სიჯანსაღის მიხედვით წინა ინდექსიდან ამ ინდექსამდე მკვეთრი გაუმჯობესებაა. რეპრესირებულის კატეგორიიდან საქართველო მეტწილად თავისუფალ კატეგორიაში ხვდება, თუმცა ამაზე უკეთესი პერიოდიც ქონია საქართველოს 2017-2021 წლებში საქართველო ეკონომიკურად თავისუფალ კატეგორიაში იყო. აქაც მონაცემებს მხოლოდ 2017 წლიდან ვაკვირდებით. შრომის თავისუფლება ამ ინდექსის მიხედვით სტაბილურად უარესდება ჩვენს ქვეყანაში, სადღაც ბოლო 17 წლის მანძილზე ეს კომპონენტი თავისუფალი კატეგორიიდან ჯერ მეტწილად თავისუფალ კატეგორიაში, შემდეგ კი ზომიერად თავისუფალ კატეგორიაში ჩამოქვეით და დღეს საქართველოში ამ ინდექსის მიხედვით შრომის თავისუფლების მიხედვით იმაზე უარესი მდგომარეობა, ვიდრე 2005 წელს იყო. მონეტარული თავისუფლების მიხედვით საქართველო ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მეტწილად თავისუფალის კატეგორიაში
კატეგორიაშია. 2 წლის განმავლობაში 2015 და 2016 წლებში თავისუფალის კატეგორიაშიც კი იყო, 2023 და 2024 წლებში ტენდენცია გაუარესებისკენაა, ზომიერად თავისუფალისკენ. საქართველოს პატივსცემს ვაჭრობის თავისუფლებასაც, რეპრესირებულან თუნდაც მეტწილად არათავისუფალ კატეგორიაში არასდროს ყოფილა ამ კომპონენტის მიხედვით 2009 წლიდან მოყოლებული სულ თავისუფალია. ფინანსურ თავისუფლებას რაც შეეხება, ყველაზე სტაბილურად საქართველოს მეტწილად თავისუფალი სტატუსი ინარჩუნებდა, 2019 წელს დაუბრუნდა 2006-2007 წლების მდგომარეობას, გაიმჯობესა სტატუსი მეტწილად თავისუფალი, შემდეგ 2 წლის განმავლობაში პირველად იყო თავისუფალი და წელს ისევ გაუარესების ტენდენციას აჩვენებს, ზომიერად თავისუფალ კატეგორიას დაუბრუნდა. საინვესტიციო თავისუფლების მიხედვით საქართველოს ყველაზე მაღალი თავისუფალი სტატუსი 2014 წლიდან აქვს. ამ კატეგორიაში საქართველოს 2005 წელს რეპრესირებულის კატეგორიაში იყო. 2008 წლისთვის საქართველოს ჯერ მეტწილად არათავისუფალ, შემდეგ ზომიერად თავისუფალ და ბოლოს მეტწილად თავისუფალ კატეგორიაში გადაინაცვლა. 2008 წლიდან 2013 წლამდე საქართველოს ამ კატეგორიაში რჩებოდა, ბოლო განახლების მიხედვით გაუარესების ტენდენცია შეინიშნება, საინვესტიციო თავისუფლებამ საქართველოში თავისუფალის კატეგორიიდან ზომიერად თავისუფლების კატეგორიაში გადმოინაცვლა. ბიზნესის თავისუფლების კომპონენტი განსაკუთრებით საინტერესო სურათს აჩვენებს. ამ ინდექსის მიხედვით ბიზნესის თავისუფლების კომპონენტი არასდროს ყოფილა რეპრესირებულ კატეგორიაში. 1996-2005 წლებში მეტწილად არათავისუფალ კატეგორიაში იყო. 2006 წელს მკვეთრი გაუმჯობესება მოხდა ინდექსში, რადგან მეტწილად არათავისუფალიდან საქართველოს მეტწილად თავისუფალ კატეგორიაში გადაინაცვლა. 2007 წლიდან 2021 წლის ჩათვლით საქართველოში ბიზნესის თავისუფლება სულ თავისუფალის კატეგორიაშია. ყველაზე მაღალი ქულა ამ ნაწილში საქართველოს 2013 წელს ჰქონდა, 2017 წლიდან ქულების სულ მცირდება. 2022 წლის განახლებაში ტენდენციის გაუარესება კატეგორიის გაუარესებაში გადადის, თავისუფალი კატეგორიიდან მეტწილად თავისუფალ კატეგორიაში ინაცვლებს საქართველოს, კატეგორიის გაუარესება გრძელდება 2023 წლის განახლების შემთხვევაში ზომიერად თავისუფალი, ბოლო 2 განახლების მიხედვით კი საქართველოს ისევ მეტწილად თავისუფალ კატეგორიაშია, იმავე კატეგორიაში, როგორც 2007 წელს იყო, დაახლოებით 4 ქულიანი სხვაობით. ასე ცალკე აღებული მსოფლიოში ტოპ 40-ში, ევროპაში ტოპ 20-ში პოზიცია მშვენიერი შედეგია, თუმცა რას ამბობს დინამიკა? ეს უფრო ინერციის შედეგია თუ მუდმივი რეფორმირების და მუშაობის? ეს არის აქ მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ხელს თუ აღარ გაანძრევს, ინდექსში ამ მიმზიდველ პოზიციას მაინც დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნები რეფორმირებას განაგრძობენ და საკუთარ პოზიციებს გაიმჯობესებენ. მაგალითად, გამოდგება დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლების დროს სამაგალითო კომპონენტი ამ ინდექსში საგადასახადო ტვირთი, საუკეთესო ქულა ამ კომპონენტის მიხედვით საქართველოს 2006 წელს ჰქონდა, თუმცა სულ თავისუფალის კატეგორიაში რჩებოდა. ცალკეული გადასახადების მიხედვით რომ შევხედოთ ამ კომპონენტს, დავინახავთ, რომ საქართველოს ამ ნაწილში შეუძლია გაუმჯობესების მიღწევა. მაგალითად, ამავე პერიოდში გამოქვეყნდა კიდევ ერთი ინდექსი, რომელიც ევროპაში ერთმანეთს ადარებს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთებს. ამ ინდექსის ერთი მიგნება ის არის, რომ იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც OECD-ის ნაწილი არ არიან, როგორც წესი, საშემოსავლო გადასახადის უფრო დაბალი განაკვეთები აქვთ. საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 20%-ია. მისივე კატეგორიის ქვეყნებს რომ შევადაროთ, როგორც ამას ინდექსი აკეთებს, მაგალითად, ბულგარეთში და რუმინეთში იგივე გადასახადი 10%-ია, მოლდოვაში 12%, უკრაინაში 19.5%. ამ ქვეყნების შემდეგ მოდის უკვე საქართველოს 20%-ით. შეჯამებისთვის მოვისმინოთ, თავად როგორ აჯამებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი საქართველოს ეკონომიკურ თავისუფლებას და პერსპექტივას. გარე პოლიტიკური გარემოს მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა გამოწვევებს თავს მეტნაკლებად კარგად ართმევს. წლების განმავლობაში ქვეყანა ატარებდა ისეთ რეფორმებს, რომლებიც ხელს უწყობდა რეგულირების ეფექტიანობას. საქართველოს ასევე ამ დრომდე ინარჩუნებს ღია ბაზრის პოლიტიკას და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. საქართველოს ეკონომიკა მედეგობის მოკრძალებული დონე აჩვენა, თუმცა ინსტიტუციური სისუსტეები კვლავ მოითხოვს მიზანმიმართულ სტრუქტურულ რეფორმებს, რადგან რეფორმების არასისტემურმა განხორციელებამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ვერ მოიტანა.
შეგახსენებთ, რომ ამას გთხოვდა სწორედ ევროკავშირი ჯერ 12, შემდეგ 9 დათქმის სახით და რეფორმების შეუსრულებლობამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ამ დრომდე დააკარგვინა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამას გთხოვს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის პროგრამაც სწორედ ფუნდამენტური სტრუქტურული რეფორმების შეუსრულებლობის გამოადგეს საქართველოსთვის შეჩერებული. ეს უტყუარი ფაქტებია. ფაქტია ისიც, რომ ვის როგორ ჯერა საქართველოს შესაძლებლობების, ვის როგორ ჯერა რა ამბიცია უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, ამის მიხედვითაც განისაზღვრება ინდექსის ანალიზის ტონი, ხმოს ახდაცებით ან საქმიანად მის გარეშე.